გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე და სანამ დღევანდელი ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ასევე კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. რადგან სურსათის უნებლობა არ გულისხმობს მარტო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, ასევე გულისხმობს ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიღებას და ცოდნას, რომ შევარჩიოთ უნებელი სურსათი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. დღევანდელი ჩვენი ვიდეო შეეხება შვიდ შეცდომას, რომელსაც ხშირად სახლის პირობებში უშვებთ, ასევე პროდუქტის შერჩევისას და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ამ შეცდომებზე და ასევე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა დაუშვათ ეს შეცდომები, რადგან ამ შეცდომის დაშვების შემთხვევაში პირდაპირ მოქმედებს ეს ფაქტი სურსათის უნებლობაზე. თუ კი ოდესმე გითქვამთ ფრაზა, რომ ეს პროდუქტი სოფლისაა და უნებელი იქნება და არაფერს არ მიზავს, ამ პროდუქტს არ ჭირდება მაცივარში შენახვა, ამ პროდუქტს არ ჭირდება განსაკუთრებული პირობები. ეს ვიდეო სწორედ თქვენთვისაა და ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და უყურეთ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც არის საკონსულტაციო მომსახურება სურსათის უნებლობის სფეროში, ხვდები ძალიან ბევრ ისეთ ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს სურსათის უნებლობაზე და სურსათის უნებლობის დარღვევაზე, რაც თავის მხრივ პირდაპირ მოქმედებს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ხშირად სხვადასხვა ობიექტებზე მომუშავე პერსონალისგან მესმის ესეთი ფრაზები, რომ მე ამას წლებია ვაკეთებ და არაფერი არ მომივამე და მომხმარებელსაც არაფერი არ მოუვა, ამ პროცესს ვიცავ, ასე ვთქვათ, რაც დაკავშირებულია, რომ უნებელი სურსათის წარმოება მოხდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე არ არის. იმ წესებს, რასაც წლების წინ ვიცავდით და წლების წინ ვაკეთებდით, ის წესები დღეს აღარ მოქმედებს, რადგან დღეს გვაქვს საერთოდ სხვა მოცემულობა, გვაქვს სხვა პროდუქტები, გვაქვს სხვადასხვა გადამუშავების მეთოდები, რადგან დღესდღეობით მსოფლიოში სურსათის ინდუსტრია მიდის წინ და ის მეთოდები, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა სურსათის უნებლობის დაცვისთვის, დღევანდელობაში ეს მეთოდები აღარ გამოიყენება, ამიტომ ჩვენ უნდა დავნერგოთ და ასე ვთქვათ, დავიცვათ ახალი მეთოდები და წესები იმისთვის, რომ წარმოებული სურსათი იყოს უნებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელსაც ჩვენ როგორც მომხმარებლები სახლის პირობებში უშვებთ, ეს არის ინგრედიენტების არასრულყოფილი და არასრული გარეცხვა. როდესაც ჩვენ მოვიტანთ სხვადასხვა ინგრედიენტებს, მოდით დღეს ვისაუბროთ ხილბოსტნეულზე. ხილბოსტნეული გარდა იმისა, რომ გარედან ფიზიკურად შეიძლება იყოს დაბინძურებული, მიწის ნარჩენებით თუ სხვა ფიზიკური საფრთხეებით და ამას მოვაცილებთ, გარდა ამისა შეიძლება იყოს ბაქტერიებით დაბინძურებული, რომელსაც ასე ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით ვერ ხედავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხილბოსტნეულის არა მარტო წყალში გარეცხვა, არამედ სადენსინფექციო ხსნარში გარეცხვა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ზედაპირზე არსებული მავნე პათოგენური ბაქტერიები მოსცილდება. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია სახლის პირობებში გქონდეს სპეციალიზირებული სადენსინფექციო ხსნარები ხილის და ბოსტნეულისთვის, მაგრამ ასევე შეგვიძლია ეგრეთ წოდებული სახლური მეთოდებით, ეს არის სოდიანი წყალი, ძმრიანი წყალი ან მარილწყალხსნარში მოვახდინოთ სხვადასხვა ხილბოსტნეულის გარეცხვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეული რაოდენობით შემცირდება პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობა ზედაპირზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ბოსტნეული, რომელიც უნდა გაითალოს, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები უშვებენ შეცდომას და გათლის შემდეგ რეცხავენ ამ ბოსტნეულს, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი დარღვევა, რადგან გათლის პროცესში ზედაპირზე არსებული ბაქტერიები თავისუფლად გადადიან უკვე შიდა ზედაპირზე. ამიტომ მაგალითად კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი საფუძვლიანად უნდა გავრეცხოთ გარედან, როგორც აღნიშნეთ, როგორც წყლით, ასევე სადენსინფექციო ხსნარის გამოყენებით და შემდეგ უკვე მოვახდინოთ მისი გათლა. ხშირად მომხმარებლების უმეტესობა ხილბოსტნეულს და მათ შორის კვერცხსაც რეცხავს ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, არ შეიძლება, არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი, რადგან აღნიშნული ქიმიური საშუალებები, რომელიც გამოიყენება ჭურჭლის რეცხვისთვის,
არ არის განკუთვნილი სურსათისთვის, სურსათთან შეხებაში და იმ მიზნით, რა მიზნითაც ჩვენ ვიყენებთ, საერთოდ არანაირი ასე ვთქვათ, სარგებელი არ მოაქვს და ვერაცილებს იმ თვალეთ უხილავ დაბინძურებას, რაც არის ბაქტერიები. პირიქით კიდევ უფრო ვაბინძურებთ ასეთ პროდუქტებს ქიმიური საშუალებებით. ამიტომ ჭურჭლის სარეცხის საშუალებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის თუ კვერცხის რეცხვისთვის, რადგან შედეგი ამ პროცესს არ მოაქვს და პირიქით უფრო უარესად ვაბინძურებთ ამ პროდუქტს. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა პროდუქტები შესაძლებელია იყოს დაბინძურებული სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით, ამიტომ სასურველი იქნება და კარგიც იქნება სახლის პირობებში სხვადასხვა პროდუქტების დამუშავებისთვის და დაჭრისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა ინვენტარს. მაგალითისთვის გვექნება ხორცისთვის განკუთვნილი ერთი დაფა და ერთი დანა და ამ დაფით და დანით მხოლოდ დამუშავდება ხორცი. ასევე კარგი იქნება თუ ბოსტნეულისთვის და ხილისთვის გვექნება ერთი დასახელების ან ერთი ფერის დაფა და დანა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდება ჯვარედინი დაბინძურება და არ გავრცელდება ერთი პროდუქტიდან მავნე პათოგენური მიკროორგანიზმები მეორე პროდუქტზე. ასევე კარგი იქნება თუ თევზის და თევზ პროდუქტებსაც განსხვავებული ფერის კოდირებით შეგვიძლია გავაკეთოთ ეს დაფები და დანები დავამუშავებთ და ასე სხვადასხვა პროდუქტებისთვის უმჯობესი იქნება თუ სხვადასხვა საჭრელ დანებს და დაფებს გამოვიყენებთ, რა შემთხვევაშიც ავირიდებთ ჯვარედინი დაბინძურების რისკს და ერთი დაბინძურებული პროდუქტიდან თუ ინვენტარიდან არ გადავა ეს პათოგენური მიკროორგანიზმები მეორე სუფთა ზედაპირზე თუ პროდუქტზე. ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ სხვადასხვა პროდუქტების დამუშავებისთვის აუცილებლად გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერის დანები ან დაფები. ალბათ ყველას გსმენიათ ესეთი მითის შესახებ, რომ თუ პროდუქტი დაბინძურებულია ბაქტერიებით, როდესაც მაცივარში მას შევინახავთ, ბაქტერიები კვდებიან. ეს არის მცდარი, რადგან მაცივარში შენახვის დროს, როგორც პლუს განყოფილებაში, ისე მინუს განყოფილებაში, პროდუქტში არსებული ბაქტერიები არ კვდებიან. უბრალოდ, როდესაც დაბალ ტემპერატურაზე ვინახავთ, მაგალითად, პლუს განყოფილებაში, დაბალი ტემპერატურა ხელს უშლის ბაქტერიებს გამრავლებაში და როგორც ვიცით, ბაქტერიები საშიშები ხდებიან მაშინ, როდესაც მრავლდებიან და დიდი რაოდენობას მიაღწევენ. ხოლო საყინულე მაცივარში შენახვის დროს ეს ბაქტერიები იძინებენ და გამრავლების პროცესს აჩერებენ. მაგრამ თუ პროდუქტი დაბინძურებულია გარკვეული რაოდენობის ბაქტერიებით, როდესაც მაცივრიდან გამოვიღებთ, იგივე რაოდენობის ბაქტერია იქნება შიგნით და თუ ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში მიაღწევს საშიშ დიაპაზონს, რომელიც არის 5 გრადუსიდან 60 გრადუსამდე, ეს ბაქტერიები დაიწყებენ გამრავლებას და გახდებიან ჩვენი ორგანიზმისთვის საშიშები. მაგრამ არსებობს მაგალითისთვის ერთი ძალიან საშიში მიკროორგანიზმი, ეს არის ლისტერია მონოციტოგენოზი, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე შენახვის დროსაც აგრძელებს გამრავლებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ისეთი პროდუქტი არსებობს, რომელშიც შეიძლება იყოს ლისტერია დაბინძურებული, აუცილებლად სრულყოფილად დავამუშავოთ თერმულად და რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. ბაქტერიებს ერთადერთი კლავს მხოლოდ სადეზინფექციო ხსნარი, ანუ სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით შეგვიძლია ბაქტერიები განადგურდეს, ასევე გარკვეულ რაოდენობამდე ანადგურებს თერმული დამუშავება, მაგრამ თუ გვინდა რომ ბაქტერიები სრულყოფილად განადგურდეს, ანუ 0 იყოს პროდუქტში მისი არსებობა, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი, ეს არის პროდუქტის სტერილიზაცია და ეს არის იონიზაცია. ამ ორი მეთოდის გამოყენებით შემთხვევაში ბაქტერიების რაოდენობა პროდუქტში იქნება 0. ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უნებლობაში ეს არის გაყინული ინგრედიენტების, ანუ გაყინული ხორცის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე. რაც პირდაპირ აკრძალულია, არ შეიძლება გაყინული ხორცის და ხორც პროდუქტების და სხვა გაყინული ინგრედიენტების მალფუჭებადის და დიდი რისკის მატარებელის
ოთახის ტემპერატურაზე გალღობა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ბაქტერიები მაცივარში შენახვის დროს არც არ მიდიან, არ ქრებიან, ისე იგივე რაოდენობით ხვდებიან პროდუქტში და როდესაც ოთახის ტემპერატურაზე გავალღობთ რომელიმე ინგრედიენტს, ბაქტერიები მიაღწევენ ტემპერატურის საშიშ დიაპაზონს, დაიწყებენ გამრავლებას და გახდებიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშები. ამიტომ თუ გსურთ ჩვენ გაყინული ინგრედიენტის გალღობა, ოპტიმალური პირობები გაყინული ხორცის გალღობისთვის, ეს არის მინუს მაცივარიდან გადავიტანოთ პლუს მაცივარში და ასე მოვახდინოთ მისი გალღობა, ან გამდინარე ცივი წყლის ქვეშ მოვახდინოთ გალღობა 4 საათის განმავლობაში. ცხელი წყლის ქვეშ გალღობა არის აკრძალული, რადგან მივყავართ ისევ ბაქტერიების გამრავლების რისკამდე. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი გაყინული ინგრედიენტის გალღობის, ეს არის მიკროტალღურ ღუმელში გალღობა, რა შემთხვევაშიც გალღობილი ხორცი უმალვე უნდა გამოვიყენოთ და ამის მაცივარში პლუს განყოფილებას შენახვა და დაბრუნება უკვე აღარ შეიძლება. მეხუთე გავრცელებული შეცდომა, რასაც ჩვენ როგორც მომხმარებლები სახლის პირობებში უშვებთ, ეს არის გახსნილი რძის პროდუქტების დიდი ხნის განმავლობაში მაცივარში შენახვა. ნებისმიერი რძის პროდუქტი, რომელიც ქარხნულად არის წარმოებული, მას აუცილებლად დაწერია ეტიკეტზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა შევინახოთ გახსნილ მდგომარეობაში. აუცილებელია, სავალდებულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი რძის პროდუქტი გახსნის შემდეგ აუცილებლად შევინახოთ მაცივარში და გამოვიყენოთ არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში. ეს 72 საათი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა რძის პროდუქტების შემთხვევაში, შეიძლება იყოს 48 საათი, შეიძლება იყოს 36 საათი, შეიძლება იყოს 72. ყოველი შემთხვევისთვის 72 საათს არ ცილდება, ანუ 3 დღეს და როდესაც გახსნილ რძის პროდუქტს მაცივარში შევინახავთ, არ უნდა გადავაცილოთ 72 საათიან პერიოდს, რადგან ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მასში შესაძლო არსებული ბაქტერიები დაიწყებენ გამრავლებას და გახდება ჩვენი ორგანიზმისთვის საშიში ესეთი პროდუქტები. ამიტომ დავაკვირდეთ ეტიკეტს, თუ რომელიმე პროდუქტს უწერია, რომ გახსნის შემდეგ უნდა შევინახოთ მაცივარში, აუცილებლად უნდა შევინახოთ. მათ შორის ნატურალურ წვენებს და ნექტარს, ეგრეთ წოდებულ წვენსაც, ეტიკეტზე უწერია, რომ გახსნის შემდეგ აუცილებლად უნდა შევინახოთ მაცივარში გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეტიკეტის წაკითხვა და იმ ინფორმაციის მიღება, რაც წარმოებელს აქვს დატანილი პროდუქტის შემადგენლობაში და ეტიკეტზე. მეექვსე ხშირად დაშვებული შეცდომა, ეს არის კვერცხის შენახვა არასწორ ადგილას. საქართველოს კანონმდებლობით კვერცხი შეიძლება შევინახოთ ორი მეთოდის გამოყენებით. ეს არის ოთახის ტემპერატურა და ეს არის სამაცივრე განყოფილება. ოთახის ტემპერატურაზე თუ ვინახავთ კვერცხს და ოთახის ტემპერატურა აღიქმება 22-23 გრადუსი, ასეთ პირობებში შენახულ კვერცხს შენახვის ვადა აქვს 20 დღე. ხოლო თუ მაცივარს შევინახავთ სამაცივრე განყოფილების პლუს ადგილას, ასეთ კვერცხს აქვს შენახვის ვადა 30 დღე. მაგრამ კვერცხი არ უნდა შევინახოთ არავითარ შემთხვევაში კარებში არსებულ თაროზე, რადგან როდესაც მაცივარის კარები იღება ხშირად და იკეტება, მკვეთრი ტემპერატურის ცვალება კვერცხზე მოქმედებს უარყოფითად და შეიძლება მალე დაიწყოს გაფუჭება. ამიტომ მოვათავსოთ სპეციალურ კვერცხის კონტეინერში და შევინახოთ მაცივრის ქვედათაროებზე, სადაც უფრო სტაბილური ტემპერატურა იქნება კვერცხისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვერცხის გარეთ სხვა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, კვერცხის ნაჭუძზე შეიძლება ბინადრობდეს ისეთი საშიში ბაქტერია, როგორიც არის სალმონელა, ამიტომ ამისთვისაც შეიძლება გქონდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი და კვერცხი გამოყენების წინ გავრეცხოთ აუცილებლად და შემდეგ გამოვიყენოთ, რომ არ მოხდეს ჯვარდენი დაბინძურება, რადგან თერმული დამუშავების ან მოხარშვის დროს ეს ბაქტერია მოკვდება, მაგრამ თუ დაბინძურებული იყო ნაჭუჭი ამ პათოგენური მიკროორგანიზმით, ის შეიძლება გავრცელდეს ზედაპირზე, ჩვენს ხელზე და მოხდეს ჯვარდენი დაბინძურება. მეშვიდე და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელსაც როგორც მომხმარებლები უშვებთ, ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სურსათის უნებლობასთან, მაგრამ გარკვეული კავშირი მაინც გააჩნია. ეს არის პომიდორის შენახვა მაცივარში. პომიდორის შენახვა მაცივარში არ შეიძლება და არ არის რეკომენდირებული, რადგან დაბალ ტემპერატურაზე პომიდორში ჩერდება სიმწიფის პროცესი, რაც პირდაპირ დამოკიდებულია მის გემოსა და
არომატზე. ამიტომ პომიდორი არ შევინახოთ მაცივარში, შევინახოთ მაცივრის გარეთ ოთახის ტემპერატურაზე, რადგან პომიდორი ბოლომდე დამწიფდეს და მისი საგემოვნო და არომატული თვისებები უფრო უმჯობესი იყოს. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის ინფორმაციის მომტანი იყო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რომლებზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. ხოლო სურსათის უვნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის, თანამშრომლების ტრენინგისთვის თუ სურსათის ეტიკეტირების სერვისისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.